მოიმარჯვეს ბროლის თვლები და ძუა, ამ ვიდეოში თმის აქსესუარი უნდა დავამზადოთ. თმის აქსესუარის დასამზადებლად გამოვიყენე 8 მმ-ის ზომის ბროლი და 0.5 მმ-ის ზომის ძუა. აიღეთ თქვენთვის სასურველი ზომის ძუა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთ მხარეს ძუა გაცილებით გრძელი უნდა იყოს. ქუდის პირველი თვალი 10 ბროლისგან შევკარი. ერთ ძუას დაუმატეთ 7 ბროლი და ძირითად რგოლზე ერთი ბროლის ჩაგდებით, ანუ მეორე ბროლში გაატარეთ ძუა. ვიდეოში ვეცადე ყველაფერი დეტალურად გადამეღო, რათა ადვილად მიხვდეთ, სად უნდა გაატაროთ ძუა. ამ რიგში ძუას ყოველ ჯერზე 7 ბროლი უნდა დაამატოთ და მეორე ბროლში გაატაროთ ძუა. ასე ყვავილის 5 ფოთოლს მიიღებთ. ამავე პრინციპით გააგრძელეთ მთელი რიგის ქსოვა. ეცადეთ ნაქსოვი მაქსიმალურად დაჭიმოთ, რათა კარგი და მყარი ორნამენტი გამოვიდეს. პირველი რიგის დასრულების შემდეგ ასეთი ლამაზი ყვავილი გამოვიდა. ახლა კი ძუა გაატარეთ ყვავილის 3 ბროლში და შემდეგ ძუას 9 ბროლი დაუმატეთ. შემდეგ კი ეს ძუა ყვავილის ფოთლის შუა მძივში უნდა გაატაროთ. შუა ბროლში გატარების შემდეგ ძუას ისევ დაუმატეთ 9 ბროლი და ისევ ყვავილის შუა ბროლში გაატარეთ ძუა. სწორედ ამ პრინციპით უნდა მოგხსოვოთ მთელი რიგი. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველი ახალი რიგის დაწყებისას ბროლის რაოდენობა 2-ით უნდა გაზარდოთ. თავიდან ვიწყებთ 7 ბროლით, შემდეგ 9 ბროლით, შემდეგ 11 ბროლით და ასე ვაგრძელებთ იქამდე, რა ზომასაც თქვენ აირჩევთ. თუ გსურთ, რომ თმის აქსესუარის გვირგვინი უფრო ფართე იყოს, მაშინ უფრო მეტი რაოდენობის ბროლი დაუმატეთ, მაგრამ 2 ბროლით გაზრდის პრინციპი არ დაგავიწყდეთ. ზრდასრული ადამიანის აქსესუარისთვის 8 რიგის მოგზაურობა მაინც დაგჭირდებათ. საბოლოოდ კი ასეთი ბრჭყვიალა ნამუშევარი გამოვიდა.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ნამუშევრების გაზიარება და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არხის გამოწერა, რათა შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო გაკვეთილი გაგიზიაროთ.